დაიძლივს ცნობილია თეთრ სახში ზაფხულში ვინ იჩხუბებს და რა თქმა უნდა მთავარი ბრძოლა არის ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. ჯასტინ გეიჯზე მაქვს გაკეთებული კარგი დოკუმენტური ფილმი, სადაც განვიხილე მისი ყველა ბრძოლა და კარიერა. ვისაც გაინტერესებს, აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო, აღწერაში დაგიტოვეთ ბმულს. ასევე დღეს თეთრი სახლის სრულ ქარდს გაჩვენებთ, რის მერეც რამის თავი ჩამოვიხრჩე, ასე რომ ვიდეო იქნება საინტერესო, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს და ლაიქება. გადაცემას კი დავიწყებ UFC 326-ის განხილვით, გაჩვენებთ სულ ყველა მთავარ ბრძოლას, ასევე ვნახავთ BMF-ის კამარზე მთავარ ბრძოლას, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივერა. სხვათა შორის ეს კარდი ჩემი აზრით უფრო მაგარი არის, ვიდრე თეთრი სახლის კარდი. თუ ილია თოფური ამოვიღეთ იქიდან. იქამდე კი სანამ დავიწყებ, შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის სპონსორი არის ბურგერ Paradise-ი, ყველაზე დიდი მსერავი ბურგერი საქართველოში, ასე რომ აუცილებლად გასინჯეთ, გამოიწერეთ ნებისმიერი გამოძახების სერვისიდან, ამით თქვენ ჩემი არხის განვითარებაში ძალიან დიდ წვლილს შეიტანთ და გემრიელად დანაყრდებით. მოკლედ ვიწყებთ UFC 326. ამ გადაცემაში პრელიმებს არ განვიხილავთ, თუმცა ერთ ბრძოლას მაინც შევეხებით, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ლეგენდარული კოდი გარბრანტი და ამბიციური ჩინელი სიაო ლუნი. გარბრანტი არის ადამიანი, რომლის აღმასვლაც UFC-ში 2015 წლიდან დაიწყო. ის ამ ორგანიზაციაში დაუმარცხებელი მოხდა რეკორდით 5-0. თითქმის 2 წელიწადში ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო, თანახედან 4 ნოკაუტით დაასრულა და ტიტულზე შეხვდა დომენიკ რუს, რომლის დამარცხებად მაგ პერიოდში იყო წარმოუდგენელი, მაგრამ კოდიმ ეს შეძლო და გახდა UFC-ის ჩემპიონი 61 კილოგრამში. მაგ პერიოდში ამერიკელი ნამდვილი სუპერვარსკვლავი იყო, იდეალური რეკორდით 11-0. კოდი ელიტარული მოკრივეა ჭიდაობის სერიოზული ბაზის და ხელების წარმოუდგენელი სისწრაფით. თუმცა მისი ოქროს ხანა მალევე იმ წელსვე დასრულდა, როდესაც ის ჩემპიონი გახდა. ტიტულის დაცვაზე ორჯერ დამარცხდა TJ Dillashaw-თან, თან ორჯერვე ნოკაუტით. მერე იყო მესამე მარცხი, ისიც ნოკაუტით და ამ ყველაფერს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატა. კოდის საჯაროდ აღიარებდა, რომ გადატანილი კოვიდის გართულებებმა მას ქრონიკული თავბრუსხვევები დაუტოვა. ეს ნამდვილად კრიტიკულია მებრძოლისთვის, რომლის სტილიც მთლიანად ტაიმინგსა და წონასწორობაზე აგებული. დღეს კოდი არის მებრძოლი ფენომენალური გამოცდილებითა და ისევ სწრაფი ხელებით, მაგრამ შერყეული ყბით და ჯანმრთელობით. მისი მეტოქე 27 წლის ჩინელი სიაო ლუნი ცნობადობის თვალსაზრისით კოდის სრული საპირისპიროა, თუმცა ბრძოლების რაოდენობით ნამდვილი ვეტერანია. თავის ასაკში მას უკვე თითქმის 40 პროფესიონალური ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან მან 27 შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით. ჩინელი ორგანიზაციაში Road to UFC-ის პროექტიდან მოხდა და შანხაის აკადემიის მებრძოლთა ახალ ტალღას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ლიგაში მისი მიმდებარე რეკორდი მოკრძალებულია 1 გამარჯვება და 2 მარცხი, ის ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ამტანი მებრძოლია. მისი მთავარი იარაღი წარმოუდგენელი კარდიო და მუდმივი პრესინგია, სადაც ის ოსტატურად ანაცვლებს დარტყმების ტექნიკას და პარტერში გადაყვანებს. ჩინელი არაერთხელ ამბობდა, რომ გარბრანტის ბრძოლებზეა გაზრდილი და მას თავის კუმირად თვლიდა. ახლა კი მისი ამოცანა ის პენსიაზე გაუშვას. რაც შეეხება თვითონ დაპირისპირებას, სპორტსმენებმა 3 რაუნდი ბოლომდე მიიყვანეს. როგორც კი შეხვედრა დაიწყო, საოლუნმა უძლიერესი ჰაიკიკი გაისროლა და ამით ხაზი გაუსვა თავის წლოვანების უპირატესობას. 2 რაუნდის განმავლობაში ჩინელი დომინირებდა და იგებდა ქულებით. რა თქმა უნდა, გარბრანტსაც ჰქონდა რამოდენიმე კარგი მომენტი, მაგალითად კლინჩიდან უძლიერესი იდაყვი, თუმცა ჩინელი მაინც შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა. მეორე რაუნდის მიწურულს სპორტსმენები ერთმანეთს თავებით დაეჯახდნენ, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მათ წინ ელოდათ. ყველაზე საინტერესო მესამე რაუნდში მოხდა. ჩინელმა პირველივე წამებზე კოდის ფეხი უბეში გაუტარა, საჯმა გააჩერა შეხვედრა, შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით და ბრძოლა გაგრძელდა. და აი ზუსტად 15 წამში ჩინელმა კიდევ ერთხელ გაუსინჯა გარბრანტს კვერცხების გამძლეობა, მაგრამ ამჯერად დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ამერიკელი ჯერ დაეცა, მერე დადგა მუხლებზე და არწყია. რა თქმა უნდა, ამის გამო სიაო ლუნიმ გაფრთხილება მიიღო და დაკარგა ერთი ქულა. კოდის შეხვედრა რომ არ გაეგრძელებინა, ჩინას წაგებას მისცემდნენ და სიმართლე გითხრათ, ასე ბევრი იზავდა. მაგრამ გარბრანტი მოფერიანდა და თითქოს გაძლიერებული ძალიან აგრესიულად შეასკდა ჩინას და რამოდენიმე წამში კიდევ ერთი დარტყმა კვერებში. თითქოს სიაო ლუნი ოქტაგონში ერთი მიზნით იყო შემოსული გარბრანტის კვერცხების განადგურებისთვის. მოკლედ ჩინელმა კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო, კიდევ ერთი ქულა დააკლა, რის მერე სპორტსმენებმა გონგის ხმამდე იჩხუბეს ინციდენტების გარეშე და ბოლოს გამოცხადებაზე საჯმა გამარჯვება კოდი გარბრანტს მიუსაჯა. კი, ქულების მიხედვით ჩინელი ამ ორთაბრძოლას იგებდა, მაგრამ მას გაფრთხილებების გამო ჩამოიჭრა 2 ქულა და მართლაც მაგრად გადაურჩა საერთო დისკვალიფიკაციას.
UFC 326-ის main card-ს ხსნიან გრეგორი როდრიგესი, იგივე რობოკოპი და ბრუნო პერეირა, მეტსახელად ხალკი. ეს ბრძოლა 84 კილოგრამში შედგა. ეს სპორტსმენები ერთმანეთს 3 წლის წინ არიან შენახვედრები და მაშინ პერეირამ დაამარცხა რობოკოპი. დავიწყოთ გრეგორი როდრიგესით. მას ხშირად ეძახიან მკვლელს პენსიონერის სახით ან ობამას სტეროიდებზე, მაგრამ ოქტაგონზე ის ნამდვილად რობოკოპის სახელს ამართლებს. გრეგორი UFC-ში 2021 წელს მოხვდა და მაშინვე დაიმკვიდრა ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მებრძოლის სახელი. ის არის ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის მფლობელი და მრავალი გზის მსოფლიო ჩემპიონი ამ დისციპლინაში. თუმცა ოქტაგონზე მას უფრო ხედავთ დგომში. როგორც თავად ამბობს, მას ისე შეუყვარდა ადამიანების გათიშვა, რომ საერთოდ აღარ ფიქრობს პარტერზე. ბოლო ბრძოლაში მან ჯერ პირველ რაუნდში დაანოკაუტა ჯეკ ჰერმენსონი, თან ეს გააკეთა მაქსიმალურად ბრუტალურად. ჩათვალეთ, კაცს კლინიკური სიკვდილი გადაატანინა და ბოლო შეხვედრაში მსაჯების გადაწყვეტილებით რომან კოპილოვი დაამარცხა. რობოკოპს მხოლოდ ერთი სისუსტე აქვს, ძალიან უყვარს ჩეხაობა და ამის გამო მას ხშირად ხვდება, რის გამოც თითქმის ყოველთვის ბრძოლებს გასისხლული სახით ასრულებს. რაც შეეხება ბრუნო პერეირას, ის ორგანიზაციაში მოხვდა დანა ვაიტს საპრეტენდენტო სერიიდან, მაშინ მან თავისი მოწინააღმდეგე ერთ წუთში გაანადგურა, მოიპოვა გამარჯვება ნოკაუტით და გააფორმა კონტრაქტი UFC-ში, სადაც პირველივე შეხვედრაში შეხვდა სწორედ რომ რობოკოპს. მაგ მომენტისათვის პერეირა დაუმარცხებელი იყო და მოდიოდა 6 გამარჯვებიანი ვინსტრიკით. სპორტსმენებმა რაუნდი დაიწყეს ბრუტალური დარტყმების გაცვლით. თითქოს ყველაფერი თავიდან თანაბრად მიდიოდა, მაგრამ რაუნდის ბოლოს ბრუნომ უსაშინლესი პირდაპირი გაუტარა როდრიგესს და ერთი დარტყმით გათიშა ის. ეს იყო მაქსიმალურად ლამაზი დებიუტი UFC-ში. საერთო ჯამში პერეირა ძიუდოისტია შავი ქამრით, თუმცა მისი ძირითადი ძალა არის დამნოკაუტებელი დარტყმა. როდრიგესთან შედარებით არის უფრო დაბალი და კომპაქტური, რის ხარჯზეც შეუძლია სწრაფად დისტანციის შემცირება და თავისი უროების გამოყენება. რობოკოპთან გამარჯვების შემდეგ ორჯერ დამარცხდა, 5 ჯერ გაიმარჯვა და აი 3 წლის შემდეგ რეკორდით 15 გამარჯვება და 2 მარცხით შეხვდა სარევანშო ბრძოლით როდრიგესს. შეხვედრა სპორტსმენებმა ძალიან ფრთხილად დაიწყეს და აი თითქმის პირველივე შეტაკებაში რობოკოპა უსაშინლესი მარჯვენა პირდაპირით გათიშა თავისი მეტოქე. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ როდრიგესი დასამატებლადაც არ დაიძრა. მოკლედ ამ სპორტსმენებს შორის ერთ-ერთია, ორივე მებრძოლმა ერთმანეთის გათიშვა მოახერხა. საინტერესო იქნება მათი ტრილოგიის ნახვა, თუ პრომოუშენი ამ დაპირისპირებას დააორგანიზებს. შემდეგ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მსუბუქი-წონის ნამდვილი ვეტერანები მაიკლ ჯონსონი და დრიუ დობერი. ამ მებრძოლებმა ოქტაგონში მთელი ეპოქა გაატარეს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი 39 წლისაა, მეორე კი 27-ის. ორივე ისევ ისეთ საფრთხეს წარმოადგენენ, როგორც 10 წლის წინ. დავიწყოთ მაიკლ ჯონსონით, კაცით, რომელსაც ველური დასავლეთის ყველაზე სწრაფ ხელებას ეძახიან. ჯონსონი UFC-ში ჯერ კიდევ 2010 წელს რეალიტი შოუ TAF 12-ის ფინალისტის სტატუსით შემოვიდა. მას შემდეგ მას 30-ზე მეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული ორგანიზაციაში და მისი სკალპების კოლექციაში ისეთი სახელებია, როგორიც არის დასტინ პორიე, ტონი ფერგიუსონი და ედსონ ბარბოზა. მისი რეკორდი UFC-ში 16-15-ზეა. შეიძლება ეს ერთი შეხედვით არაპროგნოზირებადი ჩანდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას არასდროს აურიდებია თავი ყველაზე რთული მეტოქეებისთვის. მაგალითად, მას აქვს ნაჩხუბი ნეით დიასთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან, ჯასტინ გეიჯისთან და ჯოშ ემეტთან. ჯონსონის მთავარი იარაღია ელიტარული კრივი და სწრაფი ხელები, რაც 39 წლის ასაკში ბევრ ახალგაზრდას აოგნებს. სუსტი მხარე აქვს პარტერი, თუმცა ახლა ის ზედიზედ 3 გამარჯვებით მოდის, რაც მის კარიერაში გავს მეორე სუნთქვის გახსნას. მისი მეტოქე დრიუ დობერი UFC-ში 13 წელია ასპარეზობს და ამ ხნის განმავლობაში 27 ბრძოლა ჩაატარა. დობერი არ არის უბრალოდ სპორტსმენი, ის ისტორიის ნაწილია. მას ნოკაუტების რაოდენობაში მსუბუქი-წონის რეკორდი ეკუთვნის 10 ნოკაუტი. რაღაც პერიოდი ის ამ რეკორდს სხვებთან იყოფდა, მაგრამ დღესდღეობით ის ერთპიროვნული ლიდერია. დრიუს მთავარი ძალა არის გამძლე ნიკაპი და შთამბეჭდავი ფიზიკა. ის არის მებრძოლი, რომელიც არასდროს იხევს უკან და მზად არის ნებისმიერ შეტევას უპასუხოს თავისი უროებით. ამ მებრძოლსაც სუსტი მხარე პარტერი აქვს და აქედან გამომდინარე თითქმის ყველა იყო დარწმუნებული, რომ ჯონსონის და დობერტს შორის ბრძოლა ნოკაუტით დასრულდებოდა და ასეც მოხდა. რაც შეეხება თვითონ ორთა ბრძოლას, სპორტსმენებმა პირველი რაუნდი ძალიან აქტიურად გაატარეს დგომში. ჯონსონი როგორც იყო მოსალოდნელი, იყო შედარებით სწრაფი და აღემატებოდა თავის მეტოქეს კრივში. დობერი კი ძალიან კარგად და დამაზიანებლად მუშაობდა ფეხებით კონტრშეტევებზე. ამ რაუნდში გამოკვეთილი ფავორიტი არ იყო, თუმცა ჯონსონი მცირედით უკეთესად გამოიყურებოდა.
მეორე რაუნდი მებრძოლებმა დაიწყეს აქტიური დარტყმების გაცვლით, თავიდან თითქოს ყველაფერი თანაბრად მიმდინარეობდა, მაგრამ მეორე წუთის მიწურულს დობერმა მარცხენა პირდაპირი დააგდო ჯონსონი და სანამ საჯი მოვარდებოდა, ერთი საკონტროლო დარტყმაც მოასწრო. დრიუ დობერმა დივიზიონის ნოკაუტების საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და გაიფორმა მორიგი ეფექტური ფინიში. 53 seconds of round number 2. Declaring the winner by TKO. 71 კილოგრამში გამოცდილი რობ ფონტი რაულ როსას დაუპირისპირდა. რობი არის 38 წლის. მას ძალიან კარგი კრივი აქვს, სპონსორ ორგანიზაციაში 20 ბრძოლა დაუგროვდა, საიდანაც 12 შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა, სუსტი მხარე აქვს პარტერი. რაულ როსასი ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი, მან UFC-სთან 18 წლის ასაკში გააფორმა კონტრაქტი. ამ მომენტისათვის არის 21 წლის და იძახის, რომ კარიერას 25 წლის ასაკში დაასრულებს, იმის მერე რაც ორ დივიზიონში მოიპოვებს გამარს. ძლიერია ძალიან პარტერში, თუმცა დგომში გამოცდილი აკლია. რაც შეეხება თვითონ შერკინებას, ეს არ იყო რაღაც სანახაობრივი ბრძოლა. როსასმა მარტო პირველ რაუნდში 5 ტეიქდაუნი შეასრულა. თითქმის სამივე რაუნდი სპორტსმენებმა მიწაზე გაატარეს, სადაც რაული აქტიურობდა და დომინირებდა და ამის ხარჯზე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. Every time Rob looks to go out the back. Put him in the top 15. Well, the problem is if he had faced him a year ago, he would have won juniors. This will look better. კაიო ბორალიო რენიე დერიდერის წინააღმდეგ საშუალო ზონაში. ეს არის ბრძოლა, სადაც ოქტაგონზე არა მხოლოდ ფიზიკური ძალა, არამედ უმაღლესი დონის IQ-ს შეხვდა ერთმანეთს. კაიო ბორალიო დივიზიონის მე-7 ნომერი რეკორდით 17 გამარჯვება და 2 მარცხი. ის ლიგაში მოხვდა დანა ვაიტს საპრეტენდენტო სერიიდან, თანაც იქ ორჯერ მოუწია გამოსვლა, სანამ მიიღებდა კონტრაქტს. ის არის ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის მფლობელი და ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს მიწაზე, თუმცა ბოლო დროს მან დაამტკიცა, რომ მხოლოდ გრეპლერი არ არის. მისი მუაი-თაი საგრძნობლად დაიხვეწა და იდგომში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. 32 წლის ასაკში ბორალიოს UFC-ში 7 გამარჯვებიანი ვინსტრიკი ჰქონდა და ტიტულთან ძალიან ახლოს იყო. თუმცა დამარცხდა გადაწყვეტილებით ნასრუდინ ივავოვთან და აი ეხლა შეხვდა ჰოლანდიელს. რენიე დერიდერი UFC-ში უკვე ლეგენდის სტატუსით შემოვიდა, როგორც ვანის ყოფილი ჩემპიონი ორ დივიზიონში. ჰოლანდიელი უმაღლესი დონის გრეპლერია და აქვს შავი ქამარი როგორც ჯიუ-ჯიტსუში, ასევე ძიუდოში. მისი ხელწერაა დახვეწილი საბმიშენები, რაც მან UFC-ში გადმოსვლის თანავე დაამტკიცა. როდესაც ერთმანეთის მიყოლებით დააფინიშა ჯერარდ მირშატი და კევინ ჰოლანდი. შემდეგ ნოკაუტი გააფორმა, მან თავისი მუხლებით გაანადგურა ბონიკალი და შეხვდა UFC-ს ყოფილ ჩემპიონს რობერტ ვიტეკერს. ისაც დაამარცხა, ოღონდ გაყოფილი გადაწყვეტილებით. შემდეგ ბრენდან ალენთან დამარცხდა, თან რაღაც უცნაურად მოხდა ეს ყველაფერი. დერიდერი უბრალოდ არ გავიდა მეხუთე რაუნდში დიდი ალბათობით დაღრილობის გამო და ეხლა შეხვდა ბორალიოს. რაც შეეხება თვითონ ბრძოლას, ეს იყო ძალიან სანახაობრივი დაძაბული და თანაბარი შერკინება. დერიდერმა პირველივე რაუნდში ძალიან დამაზიანებლად მუხლი გაარტყა ბრაზილიელს კვერცხებში. რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ბორალიო მოფერიანდა და ჩხუბი გაგრძელდა. თითქმის სამივე რაუნდის განმავლობაში ორი ჯიცერი დგომში შეხაობდა. ორივე სპორტსმენს ჰქონდა კარგი მომენტები, ორივე ბოლომდე აქტიური იყო. თუმცა ბორალიო უფრო დამაზიანებლად გამოიყურებოდა. კი ამ შეხვედრაში კლინჩიც ვნახეთ და მცირე მიწაზე კონტროლიც ბორალიოს შესრულებით, თუმცა ძირითადად მებრძოლებმა სასტიკად იჩეხავეს და როგორც შედეგი კაიო ბორალიომ გაიმარჯვა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით და გამოიწვია დრიკუს დუპლესი. Where are you, boy? და UFC 326-ის მთავარი ბრძოლა 70 კილოგრამში BMF-ის ქამარზე. ჩარლზ ოლივერა მაქს ჰოლუეის წინააღმდეგ. ამ ლეგენდებს წარდგენა არ ჭირდება, თუმცა თუ ვინმე საინტერესებთ მათი კარიერა, მაქვს ორივეზე გაკეთებული დოკუმენტური ვიდეოები, შეგიძლიათ ნახოთ. მუს აღწერაში დაგიტოვებთ. მოდით ეგრევე შევუდგეთ ამ შეხვედრის განხილვას. ოლივერა ამ ბრძოლაში იყო ანდერდოგი, თუმცა მან მოლოდინს გადააჭარბა და ახალი ისტორია შექმნა. წინასწარ გეტყვით, რომ დუბრონქსმა გაიმარჯვა. ალბათ ეს ამბავი ბევრ ამ სპორტის კომაკს გაუხარდა. ჩარლზმა
UFC-ში ყველაფერს მიაღწია, რაც კი შეიძლებოდა ადამიანს მიეღწია. ის იყო ამ ორგანიზაციის ჩემპიონი, ყველაზე მეტი ბონუსი მიიღო, ყველაზე მეტი საბმიშენი და ფინიში გააფორმა, კაცი მოსიარულე რეკორდია და ერთადერთი რაც აკლდა, ეს იყო BMF-ის კამარი და ეს ტიტულიც მოიპოვა. თვითონ შეხვედრაზე ბევრი საუბარი არ გამოგვივა, რადგან თითქმის ყველა რაუნდი ერთმანეთს გავდა. Holloway, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვა ჰქონდა გდებებისგან, თავი ვერ დაიცვა ბრაზილიელისგან. Charlesმა ყველა რაუნდში წააქცია Holloway და ხუთივე რაუნდში მიწაზე დომინირებდა. პირველ სამ რაუნდში დაფინიშებასაც ცდილობდა, ხან მახრჩობელით, ხან პარტერში დარტყმებით, მაგრამ Holloway-მ ამ ჯოჯოხეთს გაუძლო, თუმცა იყო უშანსოდ. Maxis ერთადერთი გამარჯვების შანსი იყო ნოკაუტი, მაგრამ Du Bronx-მა მას ჩეხაობის საშუალება არ მისცა. თითქმის 5 რაუნდის განმავლობაში მებრძოლები იყვნენ მიწაზე და იქ Oliver Asnair მებრძოლს რომ მაჯობა უნდა იყო ან ილია თოფური, ან ისლამ მახაჩევი. მოკლედ Charlesმა მოიპოვა BMF-ის კამარი, ბევრი იძახის რომ ეს არ იყო სანახაობრივი ჩხუბი, რომელიც ამ ტიტულს შეეფერება, თუმცა ფაქტის სახეზეა, Oliver ახალი BMF-ის მფლობელია და ამის გამო, მისი ბრძოლის სტილის გამო, Dana White-მაც კი არ გააკრიტიკა. ვულოცავ Du Bronx ამ გამარჯვებას, ის ნამდვილად იმსახურებს ამას, თუმცა აქვე დავამატებ, რომ ყველა მიცის სინამდვილეში ეს ტიტული ვის ეკუთვნის. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ მომავალში UFC-მ Charles ილია შეახვედროს BMF-ის კამარზე და აი აქ ბოდიში Du Bronx-თან, მაგრამ ის უშანსოდ იქნება ქართველთან. ეხლა კი გადავხედოთ თეთრი სახლის ქარს, რომელიც Dana White-მა როგორც იქნა დაგვიანოსა და სიმართლე გითხრათ, ამ ქარით აღფრთოვანებული ადამიანს მე პირადად არ ვიცნობ. ჩვენთვის კარგი ის არის, რომ ამ ივენთის მთავარი ბრძოლა არის ტიტულზე მსუბუქ წონაში, სადაც ჩვენი დაუმარცხებელი ერთადერთი და განუმეორებელი ილია თოფურია დაუპირისპირდება დროებითი ქამრის მფლობელს Justin Gage-ის. როგორც კი Dana-მ ეს ბრძოლა გამოაცხადა, ილიამ როგორც ყოველთვის წინასწარ დადო თავისი პროგნოზი და Instagram-ზე შეცვალა სტატუსი 18-0-ზე. კი იყო იმის ალბათობა ილია ისლამს შეხვედროდა და სუპერ ბრძოლა ჩანიშნულიყო, თუმცა UFC-მ როგორც ჩანს, არაა დაინტერესებული მაინდამაინც ამ დღეს გიჟური ივენთით. ამაზე მეტყველებს ზოგადად ეს ბანძი კარდი. არ ვიცი რას დავაბრალო, არ უნდათ რუსები თეთრ სახში თუ სხვა მიზეზი იყო, არ ვიცი, მაგრამ უკეთესი ივენთის ჩატარება შეიძლებოდა. მაგალითად, აქ გამოსვლაზე სახეებს იხევდნენ ამ სპორტის ლეგენდები, ისეთები როგორიც არის მაგალითად Francis Ngannou, Conor McGregor, John Jones, Nate Diaz, იგივე Petr Yan მზად იყო დვალიშვილის წინააღმდეგ, ან თუნდაც ომელის წინააღმდეგ გამოსულიყო. მოკლედ არ ვიცი რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ Dana-მ აი თქვენ კარდიო და ისიამოვნეთო. ქართველები ვისიამოვნეთ და თან როგორ, მაგრამ ვისიამოვნეთ ალბათ მხოლოდ ორი ბრძოლით, ერთი ილია თოფურია Gage-ის წინააღმდეგ და მეორე Pereira Cyril Gane-ის წინააღმდეგ. რაც შეეხება Pereira-ს, მოგეხსენებათ ის მძიმე წონაზე გაილაშქრა, სადაც ჩემპიონია Thomas Spinelli, თუმცა Spinelli ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია, ამიტომ ორგანიზაციამ დროებითი ქამარი გაათამაშა და ბრაზილიელს Cyril Gane-ს შეახვედრა. Pereira-ს უნდა გახდეს პირველი ადამიანი ისტორიაში, ვინც 3 დივიზიონის ჩემპიონობა შეძლო. ეს ნაწილობრივ მოხდება, რადგან ტიტული დროებითია, თუმცა თამამად შეუძლია თქვას 3 დივიზიონის კამარი მოიპოვეო. თუ დაამარცხა Gane და ამის გაკეთება არც თუ ისე ადვილია, რადგან ფრანგი მთელი ცხოვრება ამ წონაშია და ითვლება ყველაზე სწრაფ მძიმე წონოსნად. დაი Pereira ამ წონაში არ გვინახია. არ ვიცით, შეიძლება შენელდეს უფრო დაიღალოს, ამ პირიქით უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი. მოკლედ წინ კაი სანახაობა გველის და ეს შეჯახება და მთავარი ბრძოლა მომწონს, მაგრამ რა ხდება შემდეგ და რატო ხდება, მგონი ამაზე პასუხი არავის არ აქვს. შონომელი იემენ ზახაბის წინააღმდეგ. გასაგებია, შონომელი ვარსკვლავია, ყოფილი UFC-ის ჩემპიონია, მაგრამ ვინ არის ზახაბი? ვინმეს გახსოვთ ეს მებრძოლი? ეს სპორტსმენი უკვე 38 წლის არის და მხოლოდ იმათ ახსენდებათ, ვინც კანადიდან არის, ან ამ სპორტის ყველაზე გიჟური ფანატია. კი, ზახაბი ახლა UFC-ში 7 გამარჯვებიანი ვინსტრიკით მოდის, მაგრამ აი არ ჩხუბობს რა სანახაობრივად. ბოლოს Marlon Veras მოუგო გაყოფილი გადაწყვეტილებით და ზოგადად ბოლო წლებში მისი ფინიში არავის უნახია. ამას Bilal Muhammad იჯობდა, ის მაინც ყოფილი ჩემპიონია. მოკლედ თუ ომელი ზახაბი დაამარცხა, ეს არავის ემახსოვრება და თუ პირიქით მოხდა, აქაც არავის არაფერი ემახსოვრება, ერთადერთი იმის განსხვავებით, რომ ომელი დაასრულებს კარიერას და როგორც იქნა ჩაუჯდება წყნარად თავის ბულბულატორს. შემდეგი შერკინება შედარებით უკეთესი, Mauricio Rufy Michael Chandler-ის წინააღმდეგ, მაგრამ რა უნდა აქ Chandler-ს? მესმის Chandler-ი Conor-ის წინააღმდეგ რო ჩაენიშნათ, ბებრების ნამდვილი ჯახი
იქნებოდა. ვინ არ უყურებდა ამ ბრძოლას, მაგრამ რუშისთან ამ კაცს რა უნდა? გაგახსენებთ, რომ ჩენდლერი 3 წაგებიანი სერიით მოდის და ბოლოს მას პიმბლეტმაც კი გადაუარა, თან გადაუარა უპრობლემოდ. აქაც ნახავთ მორიგ ამერიკელის ნოკაუტს დიდი ალბათობით, თუ მაიკლმა არ დაიწყო ჭიდაობა და ის ჭიდაობას არ დაიწყებს, ასე რომ პირადად ჩემი აზრით ეს შეხვედრაც ლოგიკას აცდენილია. მაგას ჯობდა დასტინ პორიე დაებრუნებინა, თან პორიე მზად იყო თეთრ სახლისთვის და პლუს ამას ამერიკელი მებრძოლს მიიღებდნენ, მაგრამ არა დანა ვაიტმა ჩენდლერი მინდაო რუშისთანო. ბონიკალი კაილ დუკასის წინააღმდეგ. აქ კაი გასაგებია, ორივე ამერიკელია და ჩასვეს და ხმას არ ვიღებთ. მაგრამ ლოპესი გარსიას წინააღმდეგ რა შუაშია, ამას ჯობდა ლოპესი ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ჩაესვათ. ამ თემაზე ისედაც გადაობდნენ და ბარე მიზანში გაარტყავდნენ და ყველა ერთად ვიღადავებდით. აი მაგალითად დღეს UFC 326 განვიხილეთ და მგონი ეს კარდი უფრო საინტერესოა ვიდრე თეთრი სახლის კარდი. მოკლედ პირადად მე იმედ გაცხრუებული ვარ, თუმცა ვიცი რომ მაგ დღეს ილია ისე გაგვახარებს, რომ ეს იმედ გაცხრუება გაქრება. ცოტათი კრიტიკული გამომივიდა თეთრი სახლის განხილვა, ასე რომ თქვენ გელოდებით კომენტარებში და დაამტკიცეთ რომ ეს კარდი არის ძალიან მაგარი. მაგრამ იქამდე გეტყვით რომ ეს კარდი უნდა ყოფილიყო საერთოდ სულ სხვანაირი, იმიტომ რომ ჯასტინ გეიჯის და ილია თოფურიაც იქამდე ამბობდნენ რომ არ ვიცითო გვიქნებითო თეთრ სახშიო თუ არა. დიდი ალბათობით ბრძოლა იყო ჩანიშნული ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევს შორის. ამაზე დანა ვაიტმაც კითხვა და დანა ვაიტმა დაამატა, ისლამზე რო კითხეს რა შვებაო, ხელი აქვსო დაზიანებული. არა და ამ ხელის დაზიანებაზე ისლამ მახაჩევის გუნდს საერთოდ არაფერი არ უთქვია. აქედან გამომდინარე, ხვდებით რომ ილია თოფურიას უნდა და 77 კილოგრამში მთავარი ბრძოლა გაემართა ისლამ მახაჩევთან, მაგრამ ისლამ მახაჩევი ხელის ტკივილის გამო ჩაეხსნა. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით ვარაუდებია, ამას შეიძლება ჩვენ გავიგებთ, რომ ოდესღაც მომავალში საერთოდ ვერც გავიგებთ, მაგრამ რაც კარგი, კარგია. ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ ბრძოლაზე თეთრ სახში იჩხუბებს ქართველი და ამერიკას დონალდ ტრამპს მიუგდებს გათიშულს. დღეისათვის სულ ეს იყო, არ დაგავიწყდეთ ბურგერ პერედაისის შეკვეთა, მე კიდევ ამით გემშვიდობებით.